ჩვენ უკვე დავიწყეთ რემონტი, ფართო მასშტაბიანი რემონტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თან დაკავშირებით. მინდა მივულოცო ყველა ოპერის მოყვარულს, რომ უახლოეს ხანში ოპერის თეატრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მთელს ევროპაში. ოპერაში დაწყებული სარემონტო სამუშაოები ყველასათვის მისალოცი მოვლენა არ გახდა. ოქტომბერში ამ მიზეზით თანამდებობის დატოვებას თხოვეს თეატრის მთავარ დირიჟორს ზაზა აზმაიფარაშვილს. მის გათავისუფლებას მაშინ ფონდი იავნანას მიერ ორგანიზებულ კონცერტს უკავშირებდნენ. 3 თვის შემდეგ კულტურის სამინისტროცა და ოპერის ხელმძღვანელობაც სრულიად განსხვავებულ მიზეზზე საუბრობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოწვეული სპეციალისტები გვყავდეს ოპერაში დირიჟორები, იმიტომ რომ ერთი დირიჟორის პრაქტიკამ არ გაამართლა ოპერის ორკესტრი არც თუ ისე კარგ ფორმაში იყო ამ ერთი ხელმძღვანელის ქვეშ. მიზეზი, რომელიც თქვათ განთავისუფლებას შეეხება, ეს არის რეფორმული ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გადავდივართ ევროპულ სისტემაზე. ევროპულ სისტემაზე ნიშნავს, რომ ყველა დირიჟორი არის მოწვეული. ევროპულ სტილზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დღეიდან გადავიდა. დავით საყვარელიძემ თეატრის ახალი მთავარი დირიჟორი მარიანო რივასი ჟურნალისტებს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში წარუდგინა. ოპერისა და ბალეტის თეატრი რეპეტიციებს დროებით, რემონტის დასრულებამდე კანცელარიაში გადის. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. წუხვა რომ ქართულად საუბარს ვერ ვახერხებ. საქართველოს ისტორიის შესახებ ცოტა რამ ვიცი. მსმენია რომ თქვენი ქვეყნის ისტორიული სახელი იბერია. მოხარული ვარ რომ თქვენს გუნდთან მუშაობის საშუალება მომეცა. ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს ამ გარემოში. ჩვენს კულტურებს შორის არის რაღაც მსგავსება და მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებ. ჯერ უცნობია რამდენი ხნით უხელმძღვანელებს ორკესტრს ცნობილი ესპანელი დირიჟორი. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ის რუსთაველის თეატრში პირველ თებერვალს ჯუზეპე ვერდის რეკვიემს წარმოადგენს. ზაზა აზმაიფარაშვილმა ახალი დირიჟორის წარდგენის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო. საკუთარ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიებზე დირიჟორს საუბარი არ სურს. რაც მოვისმინე, სრული ბოდოა იყო ჩემის აზრით. და მინდა ისეთი საერთო რეზუმე გავაკეთო, რომ დღეს მუსიკალურ საკითხებს, ძალიან მნიშვნელოვან მუსიკალურ საკითხებს წვეთავენ არამუსიკოსები და არაკომპეტენტური ამ საქმეში ჩახედული ხალხი. კარგი იქნება თუ ჟურნალისტები გამოკითხავთ ასევე კომპეტენტურ მუსიკაში ჩახედულ პიროვნებებს და მათგანაც მიიღებთ თქვენ ინფორმაციას. მე დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ სულ ყველა იტყვის, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. რამდენიმე დღის წინ ზაზა აზმაიფარაშვილმა ფილარმონიაში გამართულ გრანდიოზულ საოპერო კონცერტს უდირიჟორა. ამის შემდეგ მის გეგმებში უკვე საზღვარგარეთული ტურნეს გამართვა შედის.